გამარჯობა. დღეს ერთად ჩაუღრმავდეთ ილიას სარჩობელაზედის მეორე თავს და ვნახოთ, როგორ ებრძვის ერთი ჩვეულებრივი კაცი, პედრე, შემზარავ რეალობას, რომლის დანახვაც კი არ სურს. მოდით დავიწყოთ ერთი ძალიან საინტერესო კითხვით, რომელიც ვფიქრობ, მთელ ამ თავს გასდევს. როგორ იქცევა ჩვენი ფსიქიკა, როცა ისეთი რამის წინაშე დგება, რისი დაჯერებაც უბრალოდ შეუძლებელია. აი, პეტრეს ამბავი ფაქტობრივად ამ კითხვაზე პასუხის ძიებაა. მაშასე მოქმედება 4 წლის შემდეგ გრძელდება. პირველი თავის მოვლენები უკვე წარსულშია და სცენაზე ისევ ბრუნდება ჩვენი მთავარი პერსონაჟი, პეტრე. და ჩვენ ვხვდებით პეტრეს, რომელიც იცით აღარ არის ის ძველი უბრალო მეურმე. ის ახლა სულ სხვა კაცია, სავსეა რაღაც ახალი, განსაკუთრებული სიამაყით, რომელიც მთლიანად მის შვილზეა დამოკიდებული. აი, საიდან მოდის ეს სიამაყე? მისი შვილი ახლა თავად მართავს ურემს, თანაც ქარავანის სათავეში დგას, რაც იმ დროს უდიდესი პატივი იყო. ანუ, პეტრეს იდენტობა მთლიანად შვილის წარმატებაზე აგებული და ამის გამო ის თავს ნამდვილი ხეინივით გრძნობს. და აი, სანამ ქარავანი დაიძრება, ჯერ კიდევ დროა. უსაქმოდ დარჩენილი პეტრე იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც მთელ მის დღეს შეცვლის. გადაწყვეტს ავლაბრის მოედანზე გაისიერნოს, უბრალოდ რომ ნახოს რა ხდება. მოედანზე კი რაღაც უჩვეულო ხდება. ხალხმრავლობაა. ყველა რაღაცაზე ლაპარაკობს. პეტრეს მალევე იგებს რა შეასაქმე. საჯარო სიკვდილით დასჯისთვის ემზადებიან. პეტრეს ცხოვრებაში ასეთი რამ არასდროს უნახავს და იცით რა შვება. ცნობის მოყარეობას ძლევს, ფიქრობს, ამდენი რამე მინახავს და მოდი ამასაც ვნახავო. მისთვის ეს უბრალოდ მორიგი ცხოვრებისეული სანახაობაა. მაგრამ რაც უფრო ახლოს მიდის, სცენის სიმძაფრე და სისასტიკე მისთვის აუტანელი ხდება და სწორედ აქ ირთვება მისი გონების თავდაცვითი მექანიზმი და ის იწყებს ალტერნატიული რეალობის შექმნას. უარყოფის პირველი ნიშანი მაშინ ჩნდება, როცა ის ხალხში ქალებს ამჩნევს. მისთვის ეს გაუგებარია, რატომ უნდა ესწრებოდნენ ისინი ასეთ საშინელებას. რა უნდათ აქ? და აი, პასუხიც. მისი გონება პოულობს ერთადერთ ლოგიკურ, დამამშვიდებელ ახსნას. ეს არ შეიძლება ნამდვილი იყოს. ეს უბრალოდ თვალთმაქცობაა. ჯამბაზების წარმოდგენა ხალხის გასართობად დადგმულია. აი, ეს სლაიდი ძალიან კარგად გვიჩვენებს ამ ორ პარალელურ სამყაროს. ერთ მხარეს არის პეტრეს აღქმა, ჯამბაზობა, თამაში, მეორე მხარეს კი ხალხის რეაქცია, ანუ გულწრფელი გლოვა და ნამდვილი ტრაგედია. ის თავს არ ძმუნებს, რომ ვიღაცამ რადგან სოფლელია, განგებ მოატყუა. მაგრამ მერე რაო? ფიქრობს, თუნდაც ვიყო მოტყუებული, ამ თამაშს მაინც ვუყურებო. ხედავთ, როგორ იმართლებს თავს, რომ საკუთარი ილუზია შეინარჩუნოს. კარგი, ახლა მივადექით ყველაზე დაძაბულ მომენტს, როდესაც მსჯავრდებული გამოხავთ. ნახოთ, როგორ აღწევს პედრეს შინაგანი ბრძოლა პიკს. ეს წარმოუდგენელი მომენტია. როცა პატიმარს ჩამოატარებენ, პეტრე პირდაპირ საკუთარ თავს ელაპარაკება, არიგებს. პეტრე, არ გაბრიყვდე, არ დაიჯერო, ეს ხომ ტყუილია, მაცდურობაა. ის იწყებს მტკიცებულებების ძებნას თავისი ილუზიის გასამყარებლად. აკვირდება ჯარისკაცებს და მათში ნაკლს ეძებს. ფორმაც სხვანაირი აცვიათ, თოფიც უცნაურად უჭირავთ, ანუ ასკვნის, რომ ესენი უბრალოდ ფორმაში გამოწყობილი ბიჭები არიან. და უცებ, ერთი წამით თითქოს მსჯავრდებული სახე ეცნო, მაგრამ არა. ამ აზრს ეგრევე აგდებს თავიდან, უბრალოდ დამთხვევად თვლის. რატომ? იმიტომ, რომ ამის აღიარება მის მთელ მოგონილ სამყაროს დაანგრევს. და ბოლოს თითქოს გამარჯვებულივით თავის შინაგან მონოლოგს ასრულებს და ამბობს, არა შვილებო, მე ვერ მომატყუებთ. ახლა პეტრე ისევ ხალხისკენ რეალდება. ის ხომ დარწმუნებულია, რომ ყველა მის გარშემო ამ დიდი შეთქმულების ნაწილია. მას ესმის ქალების გულწრფელი ტირილი და მოთქმა. ისინი ამ საცოდავ ბიჭს და მის დედას დასტირიან. ეს ხო ნამდვილი ადამიანური ტკივილია. და როგორია პეტრეს რეაქცია? იმის ნაცვლად, რომ დაიჯეროს, ის მათ დასცინის. ფიქრობს, რომ ეს თმაგრძელი და ჭკუა მოკლე არსებები ან ადვილად მოტყუდნენ, ან კიდევ უარესი, ისინიც მას ატყუებენ. ეს ძალიან საინტერესოა. ნახეთ, როგორ ცდილობს ის ფიზიკურად გაექცეს ფსიქოლოგიურ სიმართლეს. ჯერ ერთ ჯგუფს შორდება, მაგრამ იქაც იგივე ესმის. მერე მეორესთან მიდის, მაგრამ რეალობა ყველგან ხვდება. და საბოლოოდ რას ასკვნის, რომ მთელი ქალაქი მის წინააღმდეგაა შეკრული. საბოლოოდ მთელი ეს კონფლიქტი ერთ რამემდე დადის. ეს არის ერთი კაცის გონების ბრძოლა, ასობით ადამიანის თვალით დანახული უდავო სასტიკი სიმართლის წინააღმდეგ. და ავტორი ამ ყველაფერს გენიალური მეტაფორით აჯამებს.
რა ძნელია, როცა ემოცია, როგორც თავნება, გაგიჯებული ცხენი, გონებას აღარ ემორჩილება და თავის ნებაზე მიაქანებს. და აი, ისევ დაუბრუნდით ჩვენს საწყის კითხვას. როდის დგება ის მომენტი, როცა ჩვენი გონებისთვის თვითმოტყუება გადარჩენის ერთადერთ გზად იქცევა? ამაზე ნამდვილად ღირს დაფიქრება.